მეგობრებო, გაწევრიანდით ფიტნეს პლანეტარზე და თქვენ გაიგებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ბოდიბილდინგზე და ფიტნესზე. ჩვენ ვილაპარაკებთ ფიზიოლოგიაზე, სპორტულ მედიცინაზე, ვარჯიშის მეთოდიკებზე, სწორკვევაზე, ჯანმრთელობაზე. ვილაპარაკებთ ნატურალ ბოდიბილდინგზე და ფიტნესზე. ასევე ჩვენ ვილაპარაკებთ როგორ ვითარდება ბოდიბილდინგი და ფიტნესი საქართველოში და მსოფლიოში. თქვენ კითხვებზე მიიღებთ კოლექტიურ პასუხს. მეგობრებო, ჩვენ ახლა გაჩვენებთ ერთ ვარჯიშს. შტანგის საჭიროა თავის უკანიდან. გავაკეთოთ. არ არის ფარჩევრო გააკეთოს ეს ვარჯიში, იმიტომ რომ აქ დიდი დატვირთვა ხდება ხესებზე და მთელი ხესები და კუნთები არიან უჩვეულო მდგომარეობაში და რა თქმა უნდა არის საშიშროება რომ ტრავმა მიიღოთ. ამ დროს მუშაობს რა თქმა უნდა წინა დელტა და ბოლო ფაზაში ტრიცეპსი. ბევრს გონია რომ ეს ვარჯიში შუა დელტისთვის არ არის სწორი ეს. გავაკეთე ვარჯიში. ეს არის ეგრეთ წოდებული პლანკა. ეს ვარჯიში საშიში ორგანიზმისთვის. კიდევ ერთი გავთხილებ. დიდი დატვირთვა ხერხემალზე, ტერპებზე, სახსრებზე აქ. და ხდება დაწესვა ველების და კაპილარების გროვდება ჟანგბადის უკმარისობა. ეს ძალიან ცუდი არის გულისთვის და ტვინისთვის. და კიდევ დიდ წონებს საერთოდ არ ვარდა რა შეიძლება ან ტრავმა ან რა ვიცი შეიძლება მინი ინფარქტი მიიღო. ვარჯიში წინაირები კუნთისებისთვის. გააკეთებთ. ასეთი ვარჯიში არ უნდა გააკეთოთ. გააკეთეთ შეგვიძლია. ანუ წონა არის დიდი დატვირთვა ხერხემალზე და შეიძლება ტრავმა მიიღოთ. არ გააკეთოთ ეს ვარჯიში. ამიტომ ჩვენ გვაჩვენა როგორც სწორად უნდა გააკეთოთ ეს ვარჯიში წინაირებისთვის. თავი უნდა იყოს სწორად, არ უნდა ატრიალოთ თავი. ეს წინაირებისთვის, ეხლა უკანაირებისთვის. ცოტა დახრილი უნდა იყოს და იგივე მოძრაობა, თავი სწორად.